ჰაკათონი ენერგო ჰეკ 2025 დასრულდა. 60-მდე მონაწილემ 38 საათის განმავლობაში კასპის ტექნოპარკში საკუთარი ინოვაციური იდეების მიხედვით 23 პროტოტიპი შექმნა და კომისიას წარუდგინა. ენერგეტიკის სექტორში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეის და პროტოტიპის ავტორებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადასცა. გამარჯვებული ეკომეთერსი გახდა. პრიზები მიიღეს სხვა მონაწილეებმაც. მიზანი ენერგეტიკაში არსებული გამოწვევების ანალიზი და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების მოძიება იყო. 60-მდე მონაწილე იყო ჩამოსული მთელი საქართველოს მასშტაბით, ინოვატორები, სტუდენტები, პროგრამისტები, დიზაინერები, ტექნოლოგები, რომლებმაც 2 დღე-ღამის განმავლობაში შექმნეს 23-მდე ინოვაციური პროტოტიპი და ეს არის პირველადი პლატფორმა, შესაძლებლობა და სივრცე, სადაც მათ მიეცათ შანსი, რომ წარადგინონ ჟიურის, ინვესტორების და ახალი პარტნიორების წინაშე მათი შექმნილი პროტოტიპები და მისცენ გზა მათ შემდგომი კომერციალიზაციისკენ, განვითარებისკენ. უჭერთ მხარს ენერგო ჰაკი 2025 და ვაძლევთ შანსს ჩვენს მიერ შერჩეული გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა იდეაც თანხვედრაშია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საქმიანობასთან სამთვიანი სტაჟირებით გახდნენ ელექტროსისტემის დიდი გუნდის წევრები. კომისია ყოველთვის ცდილობს მხარი დაუჭიროს ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შესაძლოა სამომავლოდ თავისი პროფესია, თავისი არჩევანი დაუკავშიროს ამ სფეროს. დღეს ჩვენს რჩეულს გადავეცით 5,000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო, რაც მას დაეხმარება თავისი უდავოდ ინოვაციური იდეის დახვეწას და შემდგომ დამუშავებაში. ჩემი პროექტი შეეხება რჩევების აპლიკაციას, რომელიც გეიმიფიკაციის მეშვეობით ჩართავს მომხმარებელს ამ აპლიკაციაში და სხვადასხვა რჩევების მეშვეობით დააზოგინებს ენერგიას, რაც არა მარტო მათი ფინანსებისთვის იქნება კარგი, არამედ მთლიანად ეკოლოგიისთვის. ხოლო ამ 10,000 ლარით ჩვენ ვაპირებთ პირველ რიგში ამ აპლიკაციის დახვეწას, შემდეგ სრულიად ჩაშვებას.